გამარჯობა ნანა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ რომ არსებობთ და ამდენ კეთილ საქმეს აკეთებთ. ბატონ თამაზ, თქვენი ისტორია ყველამ კარგად იცის, მაგრამ არის ძალიან ბევრი დეტალი, რაც საზოგადოებისთვის არის საინტერესო. საიდან გაგიჩნდათ ეს სურვილი, თქვენ დანერგეთ ეს ტრადიცია ცხოველის მოვლის. პირველად როდის შექმნით თავშესაფარი? ან ეს იდეა საიდან გაგიჩნდათ? თავშესაფარი 2003 წელს დავაარსე და იდეა თავშესაფრის შექმნის გამიზრდა მას შემდეგ, რაც შევესწარი ძალიან საშინელ ფაქტს წერეთელზე თბილისში. ორ ახალგაზრდას ძაღლი ყავდა ჩამოკიდებული ღობეზე, სტადიონი რო ღია სტადიონები, ღობეზე ყავდა ჩამოკიდებული ძაღლის რკინის ღობეს, სეტკას რო ეძახიან. და დანიწერავდნენ. ძაღლი ესე იგი რაღაც საშინელ ხმებს გამოცემდა ტკივილისაგან. და იქ უამრავი ადამიანი იყო და უყურებდნენ ამას. და ხმას არავინ არ ეხებდა. აი ამ ტკივილის ხმაზე და ძაღლის ამ ყუმილის ხმაზე მივედი და რა თქმა უნდა გავაპროტესტე, მივედი ჩამოხსნა დავაპირე ამ ძაღლის, ამათ უთხრა ასაკეთებს მეთქი და ჩემსკენ გამოიწიან და თანაც გამისვეს კლავზე დამჭერს კლავში. ხო და მოკლედ რაში იყო თურმე საქმე, ეს ძაღლი ვიღაცას გამოუგდია და იყო მიკედლებული სადარბაზოში ერთი რუსის ქალბატონი ულიდა. და შემთხვევით ამ ორ ახალგაზრდას თან ეთყობა ცოტა ნარკოტიკებისკენ ჰქონდათ მიდრეკილება დაუყეფა ძაღლმა და ამის გამო როგორ თუ შენ დაგვიყეფეო ძაღლი ესე დაიჭირეს ჩამოგიდეს იქ ღობეზე და დანით ესე იგი აწამებდნენ რა. წამოიყვანეს ძაღლი, მაშინ კლინიკები ამდენი არ იყო როგორც დღეს არის თბილისში და წამოიყვანა იქიდან, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადავარჩინა და ესე იყო საწყალი დაჭრილი ვეღარ გადავარჩინა და ამის შემდეგ ხო გადავწყვიტე გამეკეთებინა მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარი. ეს დაახლოებით რომელი წლებია? 2003 წელს ჯერ ვარდების რევოლუცია იყო, ახალი დამდგარი იყო. ესე იგი 2003 წლის გაზაფხულის ბოლო იყო. გაზაფხულის ბოლო. ხო და იმის მერე ესე იგი გავაკეთე თავშესაფარი და აგერ უკვე დღეს ჩემი თავშესაფარი მალე 22 წლის გახდება. ამ წლების განმავლობაში ბევრი ძაღლი. ილოცავ და მთელ საქართველოს ულოცავ. გაიხარეთ. წეღანაც გიხარით. მაქსი მოდი აქ. ვიცი რომ ორი თავშესაფარი არსებობს ახლა. იმ ტრაგიკული ცნობილი მოვლენების შემდეგ კაიროზეც არის ნაწილი და ასევე სვანეთის ქუჩაზე. კარგი, გეტყვით ესე იგი. რა ხდება? მოგეხსენებათ 2015 წელს საშინელი უბედურება დაატყდა თბილისს ტრაგედია და ეპიცენტრი იყო სვანეთის ქუჩა. იქ სადაც მე მქონდა თავშესაფარი, სადაც 2003 წელს ავაშენე თავშესაფარი. არა მარტო ჩემი თავშესაფარი გაასწორა მიწასთან. წყალდიდობა სტიქია, მაგრამ მაცხოვრებლები რამოდენიმე სახლი დაიტბორა, მათ შორის ჩემი სახლი, ჩემი ოფისი და 6 ადამიანი, 6 მეზობელი დამეღუპა, ესე იგი მომდროს და მე ესე იგი დაგუბებული წყალი გვირები რო გაანგრია, ხო? გადავიდა წყნეთის ქუჩაზე, ახალ გზაზე, ზოოპარკი გაანადგულა, მზიური, იქ გზაზე კიდე 18 ადამიანი იმსხვერპლა და მოკლედ იმ ადგილას სტიქიის შემდეგ, ხო, თავშესაფრის გაკეთებას აზრი აღარ ჰქონდა, იმიტომ რომ ღმერთმა დაიფაროს და კიდევ რომ მოვიდეს ესეთი ნალექი, ხო, დაზღვეული ეს ქუჩა სტიქიისაგან არ არის. ამიტომ ვიყიდე მიწა სამგორის რაიონში, კაიროს ქუჩაზე, ახლა სახელი შეუცვალეს რუდკიფანიძის ქუჩა ქვია, იქ ვიყიდე მიწა და იქ ავაშენე. იმაზე დიდი თავშესაფარი ვიდრე ვაგეში მქონდა და ვაგეში იმ ადგილას ჩემი სახლი ისევ იქ არის, ოფისიც ყველაფერი და იქ პატარა ადგილზე სადღაც 60 ძაღლისთვის მაქვს ვოლიერები და იქ 62 ძაღლია ეხლა. ბატონ თამაზ, რა განცდა, როდესაც სიცოცხლეს გადაარჩინა? ძალიან მაგარი. ჩვენ ადამიანები, იმიტომ ვართ ადამიანები, რომ სიკეთე გენში გვაქვს და ჩვენი ესე იგი თქვენგან აღარ გვიკვირს. ხო, ეს აუცილებელია. ადამიანი თუ სიკეთის ადამიანს თუ არ აქვს სიკეთის გაკეთების უნარი და თუ ეს მოთხოვნილება არ აქვს ადამიანს, ის ადამიანი არ არის, ის მხეცია უკვე. ესეა. ხო, იგი აქედან მოდის ალბათ ეს გამონათქვამი, რომ ყველაზე დიდი მხეცი ადამიანია. ბოროტი ადამიანი არის მხეცი. თუ შენ არ შეგწევს უნარი იმის, რომ სიკეთი აკეთო, სიკეთის გაკეთება მარტო იმაში ხო არ გამოიხატება ძაღლს დაეხმარო მიუსაფარ ძაღლს, არა. ნებისმიერ ყოველდღე რომ იღვიძებ ადამიანი, ხო, იმაზე უნდა ფიქრობდე, რომ დღეს ვის რა სიკეთე გავუკეთო, რაში გამოვადგე, რა ვარგო, ხო? ხო და რა ვიცი, მე მგონია
ესე უნდა მიუდგეთ ამას. თქვენ კურნალობთ ასევე პატრონიან ძაღლებსაც, ეხმარებით ადამიანებს. აი მოდით უამბეთ ჩვენს მაყურებელს. მე გეტყვი თავშესაფრის დანიშნულება რა არის. თავშესაფრის დანიშნულება არის დაეხმაროს პირველი ქუჩის მიუსაფარ ცხოველებს, რომელიც გახდა ავად და ჭირდება დახმარება. ავად ესე იგი ყოფნაში რა იგულისხმება? თქვა რაიმე დაავადება შეხვდა, ან ჭირით და გახდა ავად, ან ლეიშმანიოზი, ან ენტეროვირუსი, ან ერლიხიოზი და ასე შემდეგ, უამრავი სხვა დაავადება არის. მეორე შეიძლება მანქანა დაეჯახოს და მოტყდეს რაღაცა და ოპერაცია ჭირდება, ხო, ეს. მესამე არის ისეთი შემთხვევა, როცა ძაღლს აგდებენ ქუჩაში სიბერის გამო. ის ზაღლი, რომელიც სახლში ცხოვრობდა, ეზოში ცხოვრობდა, ქუჩაში რომ აღმოჩნდება, იმან არის ის ქუჩაში ცხოვრების წესი, ის თავს ვერ გაიტანს. რა თქმა უნდა, ვერ ეგუება ქუჩას და განწერულია დაღუპისათვის, ანუ წამების სიკვდილისათვის. და ესე ზაღლებს მე ვღებულობ თავშესაფარში, თუ მოხდა სასწაული და ვიღაცამ იჩუქა ოჯახმა, ხო? ხდება იქიდან გაჩუქება. არა მარტო ასაკოვანი ზაღლებს აგდებენ ქუჩაში, გასო ქუჩაში აგდებენ ლეკვებსაც მათ შორის, ყველა ჯიშის, ყველანაირ ზაღს და უნდა ნახოთ ესე იგი თავშესაფარში, ხო? გარდა ქუჩის მიუსაფარი ცხოველების, რომლებიც ავად გახდნენ და საჭიროებენ მკურნალობას და გამოჯანმრთელებას, აი ამ ზაღლების გარდა ჩემ თავშესაფარში ძალიან ბევრი არის პატრონისაგან მიტოვებული ჯიშიანი ზაღლი. დაწყებული, აი ეს გერმანული ნაგაზი წარმოიდგინეთ, აგერ ალისა, ხო? 5 წლის არის, მე-6 წელშია. და გამოაგდო პატრონმა რის გამო იცით, მოიყვანა და პირდაპირ დამიტოვა თავშესაფარში, მითხრა თუ დავიტოვებ თუ არა და ქუჩაში დავტოვებ და რატო? იმიტომ რომ ვერაფრით ვერ შევაჯვარე თავისი ჯიშის ზაღთანო, გერმანული ნაგაზია. და გამეპარაო და ქუჩის შავ, ესე იგი ქუჩის ზაღთან შეჯვარდაო, ესე იგი უჯიშო, ეგრეთ წოდებულ მეტისთან შეჯვარდაო. და აღარ მინდაო, ესე იგი უკვე ამის ესე იგი გენეტიკაო და ამის ესე იგი მოკლედ ხო დაიკარგაო და შეჯვარებული ზაღლი ქუჩის შავტუხა ზაღთან შეჯვარებული ალისა, ესე იგი მიატოვა ჩემთან თავშესაფარში და თავშესაფარში იმშობი არ ალისა. არაჩვეულებრივ 5 შავი ლეკვი დაყარა, ისეთი ლამაზები, 5-ე გავაჩუქე, მაგრამ ალისა არ წაიყვანა, ალისას გაჩუქება ვერ მოვახვედრე. გავუკეთეთ სტერილიზაცია და არის ჩემთან თავშესაფარში დღემდე. მეგობარიც ყავს როგორც ვიცი. ასევე ხო, მაქსი, აი ეს არის მაქსი, 14 წლის მაქსი წარმოიდგინეთ, ხო? 14 წლის მაქსი სიბერის გამო მოიყვანა პატრონმა და რა მითხრა, იცი, მე ლეკვი ვიყიდეო, გერმანული ნაგაზის ლეკვი. მაქსიც გერმანული ნაგაზი არის. ესე იგი 14 წლის მაქსი მივატოვეო, იმიტომ აღარ მინდაო რომ ლეკვი ვიყიდეო. იმასაც მაქსი დავარქვიო, ხო და ბებერი მაქსი აღარ მინდაო. ეს ლეკვი დაიტოვა. ხო, თუ ესე იგი მიიღებ თავშესაფარში, მიიღებ თუ არა და ამასაც ქუჩაში გავუშვებდა და დავიტოვე ბებერი მაქსის და აგერ არის უკვე ჩემთან ერთი წელი უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი ბადრი გარდაიცვალა ცხონებული ისული და ორივეს მაქსისაც და ალისას პირადად ესე იგი ბადრიული და ორივეს და საოცარი არის იცით ბადრი სულ ახლა ხანს გარდაიცვალა 2 თვე არის გასული ჯერ ხო და იქვე ახლოს თავშესაფართან მდინარის მეორე მხარეს არის სასაფლაო და იქ დავგზავნეთ ბადრი და რო გავუღებ ვოლიერებს და გამოდიან ალისა და მაქსი მიდიან პირდაპირ ბადრის საფლავზე მთელი დღე არიან იქ წვანან საფლავზე და იქ არიან საღამოს მე ააკითხავს სოსო ჩამოიყვანს აი საოცარი ერთგულება და სიყვარული იციან არა მაქს აი ესეთი ერთგულები არიან მოკლედ ზაღლებიდან მე ძალიან ბევრ ადამიანს ხო მე რო საყვედურო ბიჭო როგორ შეიძლება რომ უღალატო ძაღლს რომელიც ლეკვებიდან გაზარდე ხო რომელიც სახში ყავდა ის ხო შენი გულისთვის სიცოცხლეს გაწირავს და ოფიქრებლა და რატო ღალატობ აი ესეთი ადამიანი ჩემი გადასახედიდან ხო არაფერში არ გამოდგება არც ოჯახის უფროსად გამოდგება არც მეგობრად გამოდგება არც ქვეყნის ჯარისკაცად გამოდგება სამშობლოს ვერ დაიცავს ის გიღალატებს კაცო ხო და აი ამიტომ მე ვცდილობ აი ამით ჩემი ამ საქციელით ხო ჩემს ლამას მოქალაქეებს ქართველებს საქართველოს მოქალაქეებს რაღაცით დავანახო აუხსნა რომ ერთგულება აუცილებელია თუ ადამიანს არ აქვს ერთგულება თუ ეს გრძნობა დაკარგული აქვს ხო ის არაფერში არ გამოდგება ის ვერც ოჯახის უფროსი იქნება ვერც როგორც გითხარით ვერც ქვეყნის დამცველი ჯარისკაცი და
არაფერში არ ვარ გამოს ესეთი ადამიანი, როცა ვისაც ერთგულება არ შეუძლია, ხო? ნამდვილად. ბატონ თამას, დიდი ადამიანი ხართ. დიდი საქმე გააკეთეთ მე შეუძლებ რიგის ჯარისკაცი ვარ ქვეყნის, ახლა ძალიან ბევრი ადამიანს, ახლა მე რომ დავდივარ, ძალიან მიყვარს საქართველოს მასშტაბით სიარული და ერთი სული მაქვს, როცა მაქვს დრო, ხო? შემოვიარო საქართველოს ყველა კუთხე და ჩავეხუტო ჩემ ხალხს, ძალიან მიყვარს. ჩემი თითოეული თანამოქალაქე, ქართველი იქნება, აზერბაიჯანელი იქნება, სომეხი იქნება, იეზიდი, ქურთი თუ ებრაელი თუ ვინც ყველა ძალიან მიყვარს და ძალიან გული მტკივა ხოლმე, როცა ვხედავ სადმე სოფელში, აგინაც სადმე ქალაქში, ძაღლი რო ყავს დაბმული ჩაჭვზე ან თოქზე, კაცო. აი გიჟდები ამაზე და მე მივდივარ და ყველას უხსნი, ვეუბნები, ბიჭო, შენი ოჯახის სხვა წევრს, თქვათ შვილს ან მეუღლეს, ან დედას, ან მამას დააბავ, ან მეგობარს დააბავ, კაცო, თოქზე. ხო? და რატო აკეთებ ამას? რატო აფუჭებ ძაღლს? ბევრი მაგალითი მაქვს და ყველას აი ამ ისტორიებს, ხო? ვიდეოზე გადაგვაქვს და პატარა ფილმები გვაქვს აკეთებული. საქართველოს პატარა ქვეყანა და ყველა ძაღლის აი ესეთი მოღალატე პატრონის ოჯახის შესახებ გარკვეული დროის მანძილზე ისეთი ამბები მესმის, ზოგ სახლი დაეწვა, ზოგ შვილი მოუკვდა, ზოგი თვითონ დაავადდა უკურნებელი სენი და უფალი ზევიდან იყურება ამას, კაცო, ეს არის სამყაროს კანონი, ბუმერანგივით გიბრუნდება შენი ეს სიბოროტე და ეს ვერ გაიგო და ვერ შეიშნოს, კაცო, ვერ ხარშავენ აი ამას ზოგიერთები, კაცო. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და უამრავი წარმატება მინდა გისურვოთ, ჯანმრთელობა, სიკეთე, აი ყველაფერი კარგი. სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ თქვენი 8 წლის გამოსათქმელად. მადლობა დიდი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მოწვევისთვის კიდე ერთხელ და დიდი მადლობა. მადლობა რომ აი ამ ლამაზი გადაცემისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. წარმატებებს გისურვებთ.